250 მილიონი წლის წინ დედამიწაზე სიცოცხლე თითქმის გადაშენდა და პლანეტა ცხელ სათბურად იქცა. მეცნიერებმა ამის მიზეზი გაარკვიეს. ყოველ შემთხვევაში ისინი ამას ამბობენ. მოდი, გავარკვიოთ რა როგორ იყო ახალი მიგნების მიხედვით. დღეს მეცნიერების მთელი რიგი დარგები შეთანხმებულია, რომ დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ დედამიწაზე სიცოცხლის თითქმის ნახევარი გაქრა. თუმცა ამის მიზეზზე ჯერ კიდევ დაუბენ. ვულკანური ამოფრქვევებიო, ასტეროიდიო და ასე შემდეგ. ამ მოვლენას პერმულ-ტრიასულ მასობრივ გადაშენებას ან დიდ კლდომას უწოდებენ. და ყველაზე კატასტროფული იყო გასული 529 მილიონი წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე მომხდარ 5 მასობრივ გადაშენებას შორის. სხვათა შორის, ამ საკითხზე კოდის ფარგლებში ვიდეო მომზადებული მაქვს და ლინკს კომენტარებში ნახავ. მოისპო წყლის სახეობების 94% და ხმელეთის ხერხემლიანთა 70%. ტროპიკული ტყეები, რომლებიც დღესაც ასრულებენ ნახშირბადის მნიშვნელოვან შთანხმელთა როლს და ხელს უწყობენ პლანეტის ტემპერატურის რეგულირებას, მაშინაც ძლიერ შემცირდა. მეცნიერების თანახმად ამ მოვლენის მიზეზი იყო სათბურის აირების უცაბედი მატება, რამაც დედამიწის ძლიერი და სწრაფი გათბობა განაპირობა. თუმცა უცნობი რჩებოდა, რატომ გასტანა ამ უკიდურესმა სიცხემ მილიონობით წელიწადს. ლიცის უნივერსიტეტის მკვლევრის ჟენ სუს ხელმძღვანელობით მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაში პასუხს მიაგნეს. ტროპიკული ტყეების შემცირებამ დედამიწა სათბურის მდგომარეობაში გამოამწყვდია, რაც ადასტურებს მეცნიერთა ეჭვს, როდესაც ჩვენი პლანეტის კლიმატი გარკვეულ გარდამტეხ წერტილს კვეთს. იწყება ნამდვილად კატასტროფული ეკოლოგიური კოლაფსი. მასიური ამოფრქვევა. პერმულ-ტრიასული მასობრივი გადაშენების მოვლენის გამომწვევი იყო დიდი ოდენობით გამდნარი ქანების ამოფრქვევა თანამედროვე ციმბირში, ეგრეთ წოდებული ციმბირის ტრაპებში. ეს გამდნარი ქანები ამოიფრქვა ორგანული მასალებით მდიდარ დანალექოვან აუზში. გამდნარი ქანები იმდენად ცხელი იყო, რომ გაადნო მიმდებარე ქანებიც და დედამიწის ატმოსფეროში დიდი ოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყო დაახლოებით 50,000 წლიან პერიოდში, ზოგიერთი მოსაზრებით 500,000 წლიანში. დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ასე სწრაფი ზრდა და ამით გამოწვეული ტემპერატურული მატება მიჩნეულია იმ პერიოდში სიცოცხლის დიდი ნაწილის მოსპობის ძირითად მექანიზმად. მიჩნეულია, რომ ხმელეთზე ტემპერატურა 6 გრადუსი ცელსიუსიდან 10 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა, რაც ზედმეტად დიდი მაჩვენებელია ბევრი სახეობისთვის, რომ განვითარებულიყვნენ და ადაპტირებულიყვნენ. სხვა მსგავსი ამოფრქვევებისას, როგორც წესი, კლიმატური სისტემა წინა მდგომარეობას 100,000-დან 1 მილიონ წლამდე პერიოდში უბრუნდება. თუმცა ეს სუპერსათბურის გარემო პირობები, რამაც ეკვატორთან საშუალო ტემპერატურა 34 გრადუს ცელსიუსამდე ასწია, დღევანდელზე დაახლოებით 8 გრადუს ცელსიუსით მაღალი, დაახლოებით 5 მილიონ წელიწადს გაგრძელდა. ახალ კვლევაში მეცნიერებს აინტერესებდათ, რატომ. ტყეების გაქრობა. კვლევრებმა შეისწავლეს ხმელეთის მცენარეთა ბიომის ნამარხთა ფართო დიაპაზონი, მათ შორის არიდული, ტროპიკული, სუბტროპიკული, ზომიერი და შერეული. გაანალიზეს, როგორ შეიცვალა ეს ბიომები უშუალოდ მასობრივი გადაშენების მოვლენამდე და მისგან დაახლოებით 8 მილიონი წლის შემდეგ. მათი აზრით, დედამიწა ზედმეტად სწრაფად გათბა, რამაც დაბალ და საშუალო განედებზე ტყეების ხმობა გამოიწვია, განსაკუთრებით წვიმის ტყეების. შედეგად ორგანული ნახშირბადის ციკლის ეფექტიანობა ვულკანური ამოფრქვევებიდან მალევე დიდად შემცირდა. ვინაიდან მცენარეებს უბრალოდ ადგომა და მოძრაობა არ შეუძლიათ, ძლიერ დაზიანდნენ გარემო პირობების ცვლილებით. ამ მოვლენამდე ეკვატორის გარშემო არსებობდა მრავალი ტორფის ჯაობი და სუბტროპიკული ტყე, რომლებიც ნახშირბადს შთანთქავდნენ. თუმცა, როდესაც ველზე აღებულ ჩანაწერებისა და მონაცემთა ბაზებში არსებულ მცენარეთა ნამარხების რეკონსტრუქცია მოახდინეს, ნახეს, რომ ტროპიკულ კონტინენტებზე ეს ბიომები თითქმის მთლიანად გაქრა. ამან კი გამოიწვია მრავალმილიონწლიანი ქვანახშირის ნაპრალი გეოლოგიურ ჩანაწერში. ეს ტყეები ციცხნა ლიკოპოდიუმებმა ჩაანაცვლეს, რომელთა სიმაღლეც მხოლოდ 2-დან 20 სანტიმეტრამდე იყო.
დიდ მცენარეთა ანკლავები შემორჩა პოლუსებისკენ, სანაპირო და ოდნავ მთიან რეგიონებში, სადაც ტემპერატურა ოდნავ დაბალი იყო. დაახლოებით 5 მილიონი წლის შემდეგ მათ ძირითადად ხელახლა მოახდინეს დედამიწის კოლონიზება. თუმცა ამ ტიპის მცენარეები შედარებით ნაკლებად ეფექტიანი იყვნენ ატმოსფეროდან ნახშირბადის შთანთქმაში, ორგანული ნახშირბადის ციკლში. დაახლოებით ისია დღეს რომ ყველა ტროპიკული ტყე ჩავანაცვლოთ ავსტრალიის უდაბნოებში გავრცელებული დაბალტანიანი ევკალიპტების ბუჩქებისა და ბალახების ფლორით. და ბოლოს ტყეები დაბრუნდა. დღეს არსებულ მტკიცებულებათა გამოყენებით მკვლევრებმა შეაფასეს რა მაჩვენებლით იღებენ მცენარეები ატმოსფერულ ნახშირორჟანგს და მას ორგანული მასალის სახით ინახავენ თითოეულ სხვადასხვა ბიომში, როგორც ამას ნამარხი ჩანაწერები მიუთითებდა. ამის შემდეგ ახლახან შექმნილი ნახშირბადის ციკლის მოდელის სკიონის გამოყენებით მათ ჰიპოთეზა ციფრულად შეამოწმეს, როდესაც მოდელის შედეგები შეისწავლეს ციმბირის ტრაპებისგან ტემპერატურის თავდაპირველი ზრდა ამ მოვლენიდან 5-6 მილიონი წლის განმავლობაში შენარჩუნდა წმინდა პირველადი პროდუქტიულობის შემცირების გამო. სუპერსათბურის პირობებიდან გამოსვლამ დედამიწამ ნელ-ნელა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მცენარეები ხელახლა დამკვიდრდნენ და ნახშირბადის ციკლი განახლდა. კლიმატური წონასწორობის შენარჩუნება. ყოველთვის რთულია ანალოგების დახატვა გეოლოგიური ჩანაწერების წარსულის, კლიმატურ ცვლილებასა და დღევანდელობას შორის. იმიტომ რომ წარსულის ცვლილებათა მასშტაბი ძირითადად იზომება ათეულობით და ასეულობით 1000 წელიწადზე. ამჟამად კი ცვლილებას 10 წლეულების და საუკუნეების განმავლობაში განვიცდით. თუმცა ახალი კვლევის მთავარი შედეგი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე შეუპოვარია, მაინც არ შეუძლია დროის მცირე მასშტაბში მომხდარ მასიურ ცვლილებებზე რეაგირება ბიოტური ლანდშაფტის მკვეთრი გადაკეთების გარეშე. პერმუნტრიასული მასობრივი გადაშენების შემთხვევაში მცენარეებმა ვერ შეძლეს რეაგირება 1000-დან 10000 წლამდე პერიოდში. ამან კი გამოიწვია დიდი გადაშენების მოვლენა. საერთო ჯამში კვლევის შედეგები ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეების ბიომი და გარემო კლიმატის წონასწორობის შესანარჩუნებლად. ეს კი თავის მხრივ აჩვენებს, როგორ შეიძლება გამოიწვიოს ამ ბიომების დაკარგვამ კლიმატის კიდევ უფრო გათბობა და გახდეს კლიმატის გამანადგურებელი გარდამტეხი წერტილი. დედამიწაზე მასობრივი გადაშენება ახლაც მიმდინარეობს, რომელიც მთელ სახეობებს სამუდამოდ წბობს. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ყურადღებით ვიყოთ. მათი დასკვნითმე ადამიანის მოქმედებას ისეთივე სასიკვდილო ეფექტი აქვს პლანეტაზე არსებული სიცოცხლისათვის, როგორიც მილიონობით წლის წინ. იმ სავარაუდო ასტეროიდს ჰქონდა, რომელმაც დინოზავრები და სხვა მრავალი სახეობა მოსპო. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. ეს შეუქცევადი საფრთხეა ჰომო საპიენსის ცივილიზაციის მდგრადობისა და მომავალი გარემოს სიცოცხლის უნარიანობისთვის. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მეექვსე მასობრივი გადაშენება და მისი გამანადგურებელი შედეგები აშკარად შესამჩნევი გახდა. ვიხილეთ ზღვის ფრინველთა მასობრივი დახოცვა, სანაპიროები გადაივსო გამორიყული, დახოცილი თევზით, ზღვის ლომები სიცხით გამოწვეული წყალმცენარეების გამრავლებამ მოწამლა. შარშან პინგვინების მთელმა პოპულაციებმა გამრავლება ვერ შეძლეს. უკვე წლებია მეცნიერები სწავლობენ მწერების საგანგაშო მაჩვენებლით შემცირებას. მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ეკოლოგმა ხერარდო სებალიუსმა და სტენფორდის უნივერსიტეტის კონსერვაციის ბიოლოგმა პოლ ერლიხმა შეაფასეს სახეობათა გადაშენება. ახალი წელთაღრიცხვის 1500 წლის შემდეგ. მიღებული მაჩვენებლები კი გასული 500 მილიონი წლისას შეატარეს. აღმოჩნდა, რომ გასული 500 წლის განმავლობაში ჩვენ, ადამიანებმა, გამოიწვიეთ ხერხემლიან ცხოველთა 73 გვარის გადაშენება. მიღებული მაჩვენებელი 35-ჯერ მაღალია, ვიდრე ჩვენთვის აქამდე ცნობილი გვარის დონის გადაშენებები იყო. ადამიანის გავლენის გარეშე ამავე ოდენობის გვარების გადაშენებას 18000 წელი დასჭირდებოდა. სხვა კვლევებმა გადაშენების ასეთივე მაღალი მაჩვენებლები აჩვენა მცენარეების, სოკოებისა და უხერხემლოების შემთხვევაშიც.
ბიოსფერო, რომელშიც ცხოვრობთ, უკიდურესად ურთიერთდაკავშირებულია და შესაბამისად იმ სახეობათა ჯგუფების დაკარგვას, რომლებიც თავიანთ ურთიერთდაკავშირებულ სასიცოცხლო ქსელში განსაკუთრებულ ფუნქციებს ასრულებენ, შეიძლება მწვავე კასკადური შედეგები მოხვდეს. კვლევის ავტორთა განცხადებით, ჩვენ და ყველა სხვა სახეობა ერთად განვითარდით სიცოცხლის ერთ სტაბილურ ხეზე. შესაბამისად, მთელი იმ ეკოლოგიური ფუნქციების დაკარგვა, რასაც სახეობათა ჯგუფები ასრულებენ, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზეც. მაგალითად, ცენტრალურ ამერიკაში კოღოების მჭამელი ბაყაყების დაკარგვას მალარიის ინფექციის ზრდა მოჰყვა. როგორც წესი, ყველაზე მოწყვლადი სახეობები ყველაზე უნიკალურები არიან. მათთან ერთად ვკარგავთ ევოლუციის ისტორიის მილიონობით წელს, რაც შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს. იკარგება ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების, რასაც ისინი ასრულებდნენ გარემომცველი ბიოლოგიური ციკლებისათვის შენარჩუნებაში. ჯერ მხოლოდ კლიმატის ცვლილება იწვევს მთელი ამ სისტემების დესტაბილიზებას. ახდენს ეკოსისტემის ისეთი კრიტიკული სერვისების მოშლას, როგორიც არის დამტვერვა, ამცირებს სახეობათა ტიპებს და სხვებს შეჭრას უადვილებს. ამჟამად მიმდინარე მე-6 მასობრივი გადაშენება გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მასიური, კლასტერული კატასტროფები. პლასტმასით, პესტიციდებით, საცხოვრებელი გარემოს დაკარგვითა თუ ბრაკონიერობით ჩვენ გარშემო სიცოცხლეს უბრალოდ ამ მოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევთ. ბოლო 200 წლის განმავლობაში დედამიწის ზედაპირის საშუალო წლიური ტემპერატურა 1.14 გრადუსით გაიზარდა. ისტორიაში 10 ყველაზე ცხელი წელიწადიდან 9 ფიქსირდება 2005 წლის შემდეგ. უკვე არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ინდუსტრიალიზაციის პერიოდიდან დღემდე დაჩქარებული ტემპით კლიმატის ცვლილებას ადამიანის საქმიანობა იწვევს. მეცნიერები პრაქტიკული კვლევებით ადასტურებენ, რომ მე-18 საუკუნიდან კლიმატის ცვლილების ძირითადი გამომწვევი არა ბუნებრივი პროცესები, არამედ ანთროპოგენური ფაქტორებია, ანუ ადამიანის საქმიანობა. უფრო კონკრეტულად კი ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ქვანახშირის დიდი რაოდენობით მოხმარება. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, ტრანსპორტირებისათვის, ცხოვრების მატერიალური სტანდარტების დაკმაყოფილებისათვის, მაგალითად, გათბობა-გაგრილების სისტემების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მოწყობილობების გამოყენება, ადამიანები დიდი რაოდენობით ენერგიას მოვიხმართ. ენერგიის მისაღებად კი უმეტესწილად წიაღისეულ საწვავს, ანუ ბუნებრივ აირს, ნავთობსა და ქვანახშირს ვიყენებთ. ამ ნივთიერებების წვა გამოყოფს სხვადასხვა აირს, რომელთაგან კლიმატის ცვლილების ჭრილში ყველაზე საყურადღებო ნახშირორჟანგია CO2. სათბური აირები, უმთავრესად ნახშირორჟანგი, დედამიწიდან არ ეკლეს სითბოს აკავებენ და უკან აღარ უშვებენ, რითაც არღვევენ დედამიწაზე შემოსული და გასული ენერგიის ბალანსს. ტერმინის კლიმატის ცვლილება გაგებისას, როგორც წესი, ჩვენი პირველი ასოციაცია გარემოს უკავშირდება. დამძდარ ყინულებს, გამომშრალ მიწას ან მაღალ ტემპერატურას, რაც რა თქმა უნდა სრულიად მართებულია. ვინაიდან კლიმატის ცვლილება, მათ შორის დედამიწის ზედაპირის საშუალო წლიური ტემპერატურის მატება, მართლაც იწვევს ყინულის მასების დნობას, გახანგრძლივებულ გვალვებს, ცხელი დღეების რაოდენობის ზრდას. მაგრამ რამდენად ვფიქრობთ ხოლმე იმაზე, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კლიმატის ცვლილებას ჩვენი ცხოვრების ხარისხთან, მუშაობის პროდუქტიულობასთან, ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობასთან? კლიმატის ცვლილების შედეგად იზრდება ექსტრემალური ტემპერატურების სიხშირე. ექსტრემალური ტემპერატურა განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის, ხანდაზმულებისთვის, გულ-სისხლის ზარღვთა დაავადებების და ქრონიკული ან მძიმე მდგომარეობების მქონე ინდივიდებისთვის. მაგალითად, ექსტრემალური ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში მსოფლიოში 85%-ით არის გაზრდილი 1990-2000 წლების პერიოდთან შედარებით. ადამიანების ორგანოთა სისტემებისათვის კლიმატის ცვლილება ახალი, მძიმე ტვირთია, რომელიც სულ უფრო მძიმდება. ჩვენი ორგანიზმი კი ამ ტვირთთან ადაპტაციას სწრაფად ვერ ახერხებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება წელიწადში დამატებით 250,000 სიკვდილის შემთხვევას გამოიწვევს 2030 წლიდან 2050 წლამდე პერიოდში. კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს სიცოცხლისათვის საშიში გადამდები დაავადებების გავრცელებასაც. ეკოლოგიური სისტემების ცვლილებები იწვევს ვექტორებით, შუამავალი ორგანიზმებით, მაგალითად ტკიპით ან კოღოთი გადამდები დაავადებების გახშირებას, როგორიცაა მალარია და დინგე, იმ რეგიონებში, სადაც ეს დაავადებები ადრე იშვიათი იყო.
ცხელი კლიმატი და წვიმიანობის შეცვლილი დინამიკა ქმნის იდეალურ პირობებს დაავადებების გადამტანი კოღოების და სხვა ვექტორების გამრავლებისა და გადარჩენისთვის, რაც ზრდის ინფექციური დაავადებების გლობალურ ტვირთს. ყინულით დაფარული ნიადაგების ქვეშ ათასწლეულების მანძილზე დაგროვილი ორგანული ნარჩენები ინახება. დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდის შედეგად აღნიშნული ყინულების მასის დნობა იქ არსებული ორგანული ნამარხებიდან დაავადებების გავრცელების კერას ქმნის, ვირუსების. ახალი დაავადებების მიმართ ჩვენი მზაობის ხარისხი კი რთულად პროგნოზირებადია. ამედის ექსტრემალური მოვლენები და ბუნებრივი კატასტროფები ასევე პირდაპირ აზიანებს როგორც საზოგადოებრივ, ასევე ჰოსპიტალურ ინფრასტრუქტურას. ეს თითქოს და ბუნებრივი კატაკლიზმები ახლა უკვე სულაც აღარაა ბუნებრივი, რადგან მის მოხდენას ხელს ბუნებაში ადამიანური უხეში ჩარევის ფაქტორიც უწყობს. კლიმატის ცვლილება აღარ არის შორეული საფრთხე, არამედ დღევანდელი რეალობა, რომელიც გაძლიერდება თუ დაუყოვნებელი ზომები არ იქნება მიღებული. მეცნიერები ცდილობენ შეაგნებინონ კაცობრიობას, პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ჩვენივე ხელითვე ვინადგურებთ თავს, რადგან როდესაც სხვა სახეობები გაქრებიან, სიცოცხლის ბუნებრივ ჯაჭვს ჩვენთვის საჭირო რგოლები გამოაკეთებიან. მათ შორის კლიმატის მკვეთრი ცვლილების თვალსაზრისით. მათი დასკვნით განამწყვეტად საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს უპრეცედენტო მასშტაბის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ძალისხმევა. თუ სურს, რომ ეს გადაშენებები და მათი გავლენა შეჩერდეს. დინოზავრების მკვლელი ასტეროიდისგან განსხვავებით, ჩვენს ქმედებებს ვაცნობიერებთ და ამ კურსის შეცვლის შესაძლებლობაც გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში პლანეტაზე შეცოდავდება კომფორტული ცხოვრებისათვის ხელსაყრელი ადგილების რაოდენობა. 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რომელთა სხეულიც უფრო მოწყვლადია ექსტრემალური სიცხეებისადმი, სახიფათო ზონა დედამიწის ხმელეთის 35% იქნება. დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 21%-ია. ჯანმრთელ სხეულს ძალიან ბევრ რამესთან გამკლავება შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში გამკლავება საკმაოდ ბევრ რამეს ნიშნავს. სიცხისგან ოფში ცურაობა და ამის გამო უძილობა ნამდვილად არ მოკლავს. მაგრამ ასეთ გარემოში ყველაფერი კარგად ნამდვილად ვერ იქნება. ის, რაც მომდენო 200 წლებში მოხდება, დიდი ალბათობით განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნებისა და Homo sapiens-ის მომავალს. სალამ დაგემშვიდობებით შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ეს YouTube არხი და მხარი დაუჭიროთ პროექტს ამ ერთი უწყინარი ქმედებით. ასევე გამოთქვით თქვენი მოსაზრება ნანახთან დაკავშირებით. ხოლო იდეები და საქმიანი წინადადებები მოგწერე მეილზე. შეხვედრამდე.